მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს კამპანიის ფარგლებში მასწავლებელთა საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. ბათუმი რიგით მეოთხე ქალაქია, სადაც კოალიცია განათლება ყველასთვის საქართველოს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები კამპანიის ფარგლებში პედაგოგებს ხვდებიან. მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს მიზანია გამოავლინოს წარმატებული პედაგოგი და პროფესიის პრესტიჟი აამაღლოს. გამარჯვებული 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს დასახელდება. ჯილდოს სახით კი ინა გუდავაძე პატარკაციშვილისგან 10,000 ლარი გადაეცემა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში პირველად ხორციელდება. Შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრს მუშაობ იმაზე, რომ ბავშვებისთვის ინტერესო გახდეს სასწავლო პროცესი და მინდა რომ ზოგადად ვენდობოდე ჩვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებს განათლების სისტემაში, მინდა მჯეროდეს, რომ ეს იქნება ძალიან ობიექტური კონკურსი. კონკურსი საქართველოს საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენის მიზნით ჩვენ საინფორმაციო კამპანიას ვაწარმოებთ რეგიონებში. დამფუძნებელი ამ პრიზის არის ჩვენი ცენტრი. დღეს ბათუმში ხვდებით პედაგოგებს, მათ ვაცნობთ პირადად იმ ნიუანსებს, რომელიც დაკავშირებულია ამ პრიზთან და კონკურსთან, კონკურსის წესებს და ასე შემდეგ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს კონკურსი გახდება ყოველწლიური.